აბაციზზე მეცინება, ეხა ეს არ ჩამithვალე. მოგებული აქვს ჩემპიონატები რო არ გაიცინოს. არ გაიცინა. მე ყველა ეგარია. იაფარულა ვარ. ანუ საზოგადო მოღვაწე. Сукрима! ესე შაუსვარ. მე მონტაჟე დაყებული რომ გავთ. ოუყურებს ალა. ანუ პირველი ეგ ნახავს. სიკვითო მისრუანი სამარინეში. გამოსაგინებს ხა? სად ვართ? სად ვართ? გააცინე და მოიდი. ანუ შენ რას მეუნები რომ ეხა მე აქ მოვედი და ფულს არ ვიგებ არაფერს. ფული ანსილარი კაი, ბაზარია. ბიჭო მეჩქარებოდა და იქ ავტობუსის ზოლში ადამიანურად გადავიდა, განაუხეშა და რაღაცა. ისე ფაქის ამ რაღაც და მეთქი. მომერიდებიან, არ დამიწერე ჯარიმას, მაგრამ ისებს რა გითხარ? გადადგეს ესწავლება, არ ვიდა არაფერი. თქვენ ხა სხვადასხვა არხიდან ხართ, მაგრამ სულ გაერთიანებთ ის რომ ხართ მეკარეები. აი ამ ვიდეოს წესები მოითხოვს იმას, რომ რაღაც ვიდეო ვნახოთ და იმ ვიდეოზე არ გავიცი. თორემ აი ამ ჭიქებში ხა ჩამოისხმება ვისკი და მოგვიწერს დალევაც, მაგრამ დავალებ. ასლარიანი დაუწერს, ეხლა კიდე ლიშენიას დაუწერენ. მე გაოცებული ვარ შენი ენერგიით და ენთუზიაზმით, რაც აი ჩახსოვა კაცმა და გამოიწერეთ ამ კაცის არხი მართლა რა მე არ მინდა არაფერი კოცილაი რომ დამირიცხო ის რომ გადავიხადო ერთ მოჭველი მე გადავიხ ბოლოს როდის დალი ჯავშო არ მიყვარს დალევა ხო და მაგიტო გეკითხე წარც მახსოვს როდის დავლი ბოლოს ცოტა შეიძლება ლუპერში რომ მივალ ხოლმე იმასთან ეხა მეორეს უნდა დააჯო და რო გავა ლიშენიას უწერენ და ვიღაცამ დაუსადგა მომაშავებს ხოლმე მე ძირითადად უფასოდ მივირთმევ ოზისა ჯო არ ვაჯო არა პირიქი გაურეკლავა ეხა მომწერს რაბან გენაცვალე ძმაო ძლივს ვიღაცამ ჩვენი ბარი ახსენაო და მართლა მეწოდება ეს ბიჭი და რაღაცა აქედან მაინც დაუფასო ეს მისი ეს ბიზნესური წამოწყება იმიტომ რომ YouTube-ზე არაფერი გამოვიდა გამოყებულია რა ქნას Serias mangavatushka. Mamaşeniza, mamatkanisa. Atanabulia me. Menezalo katudusha. Menezalo katudusha. ვიცი ეს ვიდეო და მაინც გამეცინა. იმას არ გაეცინება ძმო, იმას მოგებული აქვს ჩემპიონატები რო არ გაიცინოს. არ გაიცინოს. სამგზის. მაშინ ერთი ჭიქა ისე და ხა, შენ არ გაგეცინა? არა მე როდის რა არ როგორ არ გაეცინა ბიჭო? ყველა გამომწერს გაუმარჯოს ვინც აფასებს ჩვენს სომას ღვაწლს და ვინც აი ესე განურჩევლად ყველაფრისა გვიყურებს გვერდში გვიდგას თავისი აი გამოწერით იქნება ლაიკით იქნება თუ თავისი ერთი ნაბიჯი რაბანას არხი გამოიწერეთ 100,000 ჯერა 6,000 მაკლია ხო ძალიან ცოტა აკლია სამარილესაც ძალიან ცოტა აკლია სადღაც 70,000 და რო გამოიწეროთ მეგობრებო სულ რაღაც იქვე არიან მოკლედ მაყურებას გაუმარჯოს რა მე ამით იმის ხო ვიღაცას უნდა ეთქვა და მე აღოჩი ის ვიღაც არ ყარას მაყურებელს მომწონს ასე ვიტყვი რა თქუილა მას მომჩი მეორდეს მაუდ ამერიკას ტელეფონზე და ტელეფონით შევარიგე დაპირისპირებული მხარეები გიგე ეგია ქურდული კაცობა მუზიკობა პარია დოჩინობა და ყველაფერი კაი ბიჭო ვიდეო ჩართული არ იყო შემა რომ დაიწყეს იცი კაი ო იმის ხმაზე კაროჩე რა გოგლიკო გუგალოს გაუმარჯოს ყველა მუზიკაც ჩავთვენში ჩემი კარგი ეს ასაცილო როგორ ადამიანები მე ვერ შემოყვებით ამ იმაში კაი მე ვსვა რა ვიცი წეგან ცოტნეზე მეცვალ შენი ძახი ცოტნეზე მეც ვერ ავნებს ცოტნეზე გამორს მიყვარხარ ბიჭო რამდენი გრადუსიანია ეს ბენზალა რატო რა ხდება არა არის ამას შესავალს გაუკეთე ამ სუარე იცით ვინ არის გენიალური სახალხო არტისტი საზოგადო მოღვაწე ყოფილი ქმარი ვინა მე ყველა ეგარია იაფარულა ვარ ანუ საზოგადო მოღვაწე არტა მოგწევს ძალიან გვიყვარს და გამოუშვა ეხლა ყველას გამოუშვია იმედი მაქვს გამოუშვან ეს საოცარი ადამიანი და მაგათ შედახვა ძვირი ჯდება ხო გამოუშვან ეს საოცარი ადამიანი იმიტომ რომ ესენი უკვე მეორედ ამას აღარ გააკეთებენ იმიტომ რომ დაინახეს ეს მათი საქმე არ არის მიხვდა
ჯიგრებიანი. ეს მაგარი საზოგადოება. იდებიანია. მე აუცილებლად რომ ჩავეზიები და ეს არის ელიტა რა. არის ხო. სუგრივა. იბინი სუგრივა. ზადვარ. მე არ ვიცი ეს ტიპი ვაფშე. მე ვარ დაპროგრამებული სულიერი ინტელექტი, იგივე კომპიუტერი, ღმერთი და მეგობრებო აკრიბეთ გონებაში ყოველთვის. როგორც მე ღმერთმა გამაგრე ძმა. მიდი ავთო შენთანა ვარ და მოვყარი გველი. შენი დიდი ძიძუმო. ამაციზზე მეცილება, ეხა ეს არ ჩამითვალა თუ ნიშტანა და ღმერთისგან შენი ძუძუ მოუაზე როგორ გადავიდა ბიჭო. აბა შიხვარა. ავთო შენთანა ვარ. თქვენ სახელზე წარმოთქმულია, ჩაწერილია ჩემში უკვე თქვენი დედის ხახაში გაუთხარა. დედას მოგი ნებისმიერ ერთებისგან კაროში დედის გლადები გადაახარა ყველას. აუ სუდათ შვილი ვიყო ეს რა იყო. ამას რომ გავხედე აკაცო. ეს რა სიძახი. ლევანი თავის თავს არ აგრატიროდა. ჰაილაითერი გვექნება, რომელსაც წაისმევ აქ და მაგალითად დაგეწყება ოფლიანობა, იმიტომ რომ გარეთ ხარ და ცხელა. ან პაემანზე ხარ და აღიღზნები. როცა ტემპერატურა შეიცვლება, ის გადაიქცევს სუნამოდ. ანუ დნება რეალურად ყიდულობ ჰაილაითერს და სუნამოს. ჰაილაითერს და სუნამოს. ოღონდ ნებისმიერი სუნამო ჩვენს გვაქვს სუნამოები. სუნამო სიცხეში ორთქლდება. რამდენიც არ უნდა იყოს პროცენტი თვითონ essential oil-ის, ანუ თვითონ სუნის, მაინც ორთქლდება და ოფლთან ერთად იცვლის ფერს და სუნს და ყველაფერს. აკიდე პირიქით. სიცხეში გამოიყო. სიცხეში გამოიყო, ანუ ზამთარშიც კი, როდესაც აი არის კლუბში ხარ, პაემანზე ხარ და უცბად შენი ტემპერატურა იცვლება, სუნს მაშინ გამოყოფს, ანუ სუკი არ აგდის ეს სუნი. აი რაღაც მომენტებში ტალღებად მოდის და სამეტაპიანია რა, სამი სხვადასხვა სუნია ერთ ჰაილაითერში. ექსპერიენსია, შეიძლება ძალიან მაგარი ექსპერიენსია. და რო გადის არა, კადრი ნახე მასკებით როზის. ძალიან გახსნილი პოდკასტია რა. რა არის იცი? ვიღაცეებმა ეს YouTube-ის თავისუფლებას ხვანაირად აღიქვეს, რო? კაროჩე რა და ანუ გონიათ რომ რაც უფრო მუსიკით იჯდებიან, უფრო ქულად რა. ისე თუ დაჯდები წეგან ის როგორც იჯდა. მაგ თავ იმას გამახსენა. H&M-ის გახსნაზე მივდიოდი. ძალიან სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი და გადაღების წინ რაღაც ზმანს შესაფერის ვიცვამდი ხოლმე და თან დამაგვიანდა, გვიან გამეღვიძა და ხალათით ვიყავი რა. ვიცი. სახში. მეთქი ბარემ ხალათით წამოვალთ ხოლმე და თქვენ მოდით მეთქი რა. მივედი ხალათით. კაი გამოვიდა. აი თავისუფლება ყველაზე. ამ სუნამოს ცოტა დიდი ისტორია არ მინდა ეხა ჩავეძიო მაგ ყველაფერს დაწუნებულად ის უკეთესი ახსნა იქნება ამ ყველაფერთან და დავალ. კი სხვათა შორის ძალიან წარმატებული. აი გოგო. ხო, პოსტა. მართლა კარგი გოგოა. ეს ეთყობა იღადავა რაღაც. მე მგონია რომ ტესტავს საზოგადოება. აბა ოფს თუ გავყიდით. მარშრუტკაში შემინიშნავს ოფლის და ის სუნამოს სუნი ვარევა. ეგ ხო არ დასვა. გემო. ოფლი. ცოტა არა მეტია. ჩვენ იცი ცხოვრებაში ორი ის არსებობს გაბედრების. ერთი ნარკოტიკი და ესეთი რაღაცეები და მეორე ეს ოპრესი გაცვლა. დეკემბერში ჭირდება დამხმარე, რომელსაც დღეში გამოუვა 150 ლარი. 50 ლარს მიცემ ეგრევე ხელზე და ასევე მიცემ 100 ლარის ცოდნას. ტელეფონზე არ დამერეკოთ, მომწერეთ Messenger-ში, Facebook-ზე და ასე შემდეგ. არა ადამიანები არიან ბიჭო. ამ ცხოვრებაში ცოდნაზე გელებული რა არის მითხარ. ეს ადამიანი მართლა თაობებს გადის. ძალიან მაგარი. შემოდიან სტუმარს ავთო მიხედე სტუმარში არა სტუმარს მოვარე. შენი დედა მე ლორიგინები ბიჭო დაბადების რა. ჩვენი დედა ორივესი თქვენ ხებო შენ სტუმარს მერში ავთო. არჩი ამ TikTok-ს რამდენი არჩევაც აქ ნანახი მე მგონია 90-იანებში არ ყოფილა მაგარი. ბიჭო არ ვიცოდი ესე დღეს თუ ვიყავით. ლაპტოპები ეკრანზე დალაიქეთ, X-ხუთები და ბოკვერები დაწყეთ ეხლა. წავიდა ჩემი ფანების გაძლიერება. კეთი. დავაი, გადავაგდოთ ეს ადამიანი. ეს მოვლენა არ ვიცი. ბიჭო რა არის სამწუხარო იცი? ბევრი სტრიმერია კაროჩე, აი თავტრაქსი რა კონტენტის ხრივ რა. ხო. YouTube-ს რაღაცას აკეთებს. ხო რა, აკეთებენ რაღაცას და
ესენი შემოვლენ ბიჭო იმდენი კაცი უყურებს აი ამ ხ***ობას კაი და ეგ ისი ბრალია იმის ბრალია რომ სანახაობის ყურება გვიყვარს აი დრამების და ხ***ობის რასაც ქვია ეს სხვანაირად არ აიხსნება რა იმასაც ხო მაგიტო აქვს რეიტინგი დაუშვოთ ხო და ბიჭო ჰაუსი არა კვარა ჰაუსი ბატონი გურამი არის ახლა 2-ში 1 შეუძლია ღებვაც შეუძლია საკეთების დაყენებაც და კიდე მინდა რაღაცა კაი რამე მოვიფიქრო რომ სუბალე ვიყო 3-ში 1 კარჩე რო რა ეს ტიპი ბევრად გენიალური როჟა გამოდის იმიტომ რომ დარწმუნებული ყავი რომ ეს რასაც აკეთებს ამუშავებს ამას ანუ ნახე თავის თავზე მუშაობს ჯერ 2-ია 2-ში 1 ადამიანი თავის განვითარებას თავისი ტოლვა აქვს მისტრაფება აქვს ადამიანს განვითარება მაგარი ჩუაკია ძალიან თავისი განვითარება მე დარწმუნებული ვარ მაგრამ მუშაობს და კარგი ზარები არ ძმება ამასთან თავარია მონდოვება ჩემო ძმაო გურამ წარმატებებს გისურვებ მერკელის გარის ხელოსანი ვარ არის მე მგონია რომ ფურში ყვეთავდა რატო არ იქნება რამდენი ყაკარები გინახია კორპუსებში და იმაში რატომ გურამე ბოდის გიხდით ამას გამო მართლა აბა გურამ გაგიმარჯოს მალე 3-ში 1 ახტარიღო ძალიან მაგარი ხელოსანი როგორ ხოვით მაგრამ თქვენ არ იცით რომ მე ასევე ვარ ძალიან მაგარი მეომარი ვიყავი უბრალოდ ტანგისტი ერთი ვიეტნამის ომში არა ვარ ნამყოფი და დანარჩენი 10 საქართველოში ომი იყო ორგანა ვარ ნამყოფი ვიეტნამი საქართველოში იყო აქვეა ბიჭო всё ამ შენ თქვენ დროშას ბრახ აიხებთ მოისვრით შემდეგ დროშა კითხვაზე აქაუ იმათ მოწინააღმდეგე რა ბრახ ამას დაიკრათ ამ ხუთსაც ბრახ ესე მოისვრით და ბრახ ამ ხუთსაც всё მე მგონი გვიკაიფება ეს ტიპი არ მგონი ან ეს რუსეთის ემბლემას ადგაჩთა ესე უცებ შეტყობა გაუკეთებია მართლა და იქიდან ახო დანარჩენი ყველას ემბლემა აქვს ხო და იქით იყო რუსების ხარისი კი რამე იყო ეს გვებზო და ეს შემის ამათ საგვარტო აფხაზეთი და ახლა ეხლა სახელმწიფოდაში დახმარება საცლეს როგორც ომის ვეტერანს ალბათ მე მაშინ გასაცინე გაეცინა კი შევიკავე სტრემლები მოსდის კარგი ხარ ჟიურის საერთოდ სხვათა შორის და არ იმაშება რა თვალებიდან გამომივიდა მე მაგაზე ექსპერიმენტი ახლა ჩავატარებ ექსპერიმენტს და ნახოთ რა შედეგს მოგწევს შო უკვე შო ეხა ვაჩერებთ ამას აი ამ ვიდეოზე გამორთული არა ძალიან და მე კიდე თავიდან რა ბატონ გურამს გამომარჯვე სოფლიო მოქალაქე საცი რომელსაც ტრის რიგებში იმსახურა და ყველასი ვაფშე ერთი იქ არ ყოფილა უდეს ეს ტელეფონი თან ხო იცი სტატიკ აშკარად არავინ არ აბა ვინ გაუძლებს ამის გადაკებას ბიჭო იმ ტაფაში ვაჩაყო რა ვთქვი ბიჭო წეგან იმედია ტელეფონს არ გამოაჩეს ერვალი დაგუსვადეს ცოტა უნდა ავიწიო ესე ცოტა უნდა ეხები ათამა კარგად რო დალბება მე აიღებ ამ ჩვენ ჯადოსნურ საპოს და აუსვეთ ესე ეგრეთ ესე მუხლი მუხტე დაიდოთ ესე აუსვათ მაგრამ იმშალებს დაფერთხა მე მგონი რომ სკოლებში შესატანია ეს ამაში თუ შავს მე კომპოსტოს სკოლებიდან რატო ამოიღეს ფეხის დამაჯის ალბათ მე გაგიმარჯვეთ ბიჭებო კარგად იყავით მაგრამ იყავით ეს იყო დღეისათვის ბოლო და მოდი ზოგადი ანალიზი გავაკეთოთ ეს რა გვასწავლა ამ ვიდეოებმა ყველაფრისგან შეიძლება რომ ბიზნესი აკეთო ომში გადარჩენა ვისწავლეთ კიდევ ნუ გურამის გაკვეთილებია გაყიდვა არა მე მგონი რომ ცხოვრება ვისწავლეთ მე სუფთად როგორ იცხოვრო ისიც ვისწავლეთ ისიც მაგარი კაი ტიპი იყო ან საყვარელი ხო ის აი მაგისგან ზონი ვერ ვისწავლეთ არა იმედი მაქვს სუგრივა ეკიპი სუგრივა რატო გამიკეთეს რატო დამინგრიე ცხოვრება შენ დადექი ცუდ ხასიათზე და წაგიღო ბოლოს რომ აი წამიღო ეხლა მართლა საპონების თემა მართლა წამიღო სიცილის გარდა დაგვაფიქრა და მოდი გავაგრძელოთ ჩვენ დალევა დატოვეთ მანქანები ეხლა ბიჭებო ვაგრძელებთ დალევას ერთი დღე შენმა ჩვენმა გვაპატიოს შენმა ცოტნემ გაპატიოს და შესვავ
ხო, ცოტნეს დაურეკოთ და გავაგრძელოთ და აქ დავამთავროთ ეს ვიდეო. არხები გამოიწერეთ ყველა, რაბანას ძალიან ცოტა აკლია, ცოტა აკლია, ხო? 6000, სამარილეზე ბევრი აკლია. და უფრო მეტად ბევრმა გამოიწერეთ. ჩამიკვეხე რა, ჩემი გული. ოქტოპუსი ძალიან ბევრზეა, ბიჭო. არ არის, უფრო მეტი ეკუთვნის ოქტოპუსს ეხა უხუმრობით და ჩემი არხიც ბოლოს გამოიწერეთ თუ ვინმეს არა გაქვთ გამოწერილი რა. შენ ძალიან დიდი განვითარება იპოვე მთელი ამ დროის მანძილზე რა. აი ამ სფეროში რა. სანამ იუთუბერი გავხდებოდი, ცოტა ისე ადრეულ იმაში ვიძახი, დისტრიბუციაში მუშაობდი რა. ვაკის გავლით ვიყავით რა და მაშინ ხო ტელევიზიაში მუშაობდი რა და რო დაგინახე მაქაინდა რომ გადმოგხედე ძღოლი ვიციშდა რა ვეუნები რომ დროზე გადი აქედან აი ხა არ დაგვითრიოს ამა თორე აქ კენწლის მაგრად მეთქი რა საღადაო პონჩი დედასპიცა ვარ მართლა და გალდეწის იყო მაგრამ აი არა ცოტა მეტი ვიხარ რა მეთქი მაგრა გაგვეღატავება ეხლა ეს და აქ კენწლის მეთქი და არ დაგვინახოს მეთქი რა და აი ამ ყველაფრის მე დღეს ერთად ვზივარ ჩემოლევა და ერთი დავლიოთ ერთი ბოლოს დავლიოთ. ხო და რა ის არის რა ეს ცხოვრება როგორი ისტორია რა ვერ გაიგებ საიდან როდის ვის გადაეკვეთები და მე ერთი რაღაცით ვამინდა რა შენი მაყურებელთვის რომ გეფიცებით ადამიანობას და კაცობას ლევანი თქვენ უფრო მამონის ეძახით მე ლევანის ვეძახი ლევანი ბევრად უკეთესი ადამიანია რეალურ ცხოვრებაში ვიდრე ამას თქვენ აღიქვავთ ამ ტელეეკრანები და მართლა გუწბოდოთ ვიცი ხო მაგრამ ეხლა რო ვიყავით მაღაზიაში ერთად ხო მითხრა კაცმა შენ რა კარგი ადამიანი ხარ უთხრა კი მაგრამ მე მგონია რომ მაინც სჭირდება ეს ხო რა და უფრო მეტად ისე კი ბატონო ზოგი ხედავს კი ლევან და ის თაღები რო ჩამერიცა ლევანის გამომორჩა თუ ვინმე დაინახავთ ქუჩას ჩაეხუტეთ ხოლმე და გაამხნევით აი ადამიანია ჩავეხუტეთ ყველა ერთმანეთს სიყვარულს გავუმოწმოთ მიუტევოთ ერთმანეთს ყველაფერს რაც სუდი გაგვიკეთებია ყველას მოგვეტევა არცი გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი ყველაფერი სპორტის შესახებ